Temos unboxing-ი. მოკლედ აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი უნდა გავხსნათ დღეს. ძალიან ბევრი ამანათია და იმედია დღეს მოვასწრებთ ყველაფრის გახსნას. თუ გაინტერესებთ ამ ამანათებში რა იქნება, დარჩით ვიდეოს ბოლომდე და ერთად დავაunboxing-ოთ. და სანამ ამანათების გახსნა შეუდგები, შეგახსენებთ, რომ Temos-ზე მაქვს პრომოკოდი და თუ ახალი მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ ჩაიწეროთ ჩემი პრომოკოდით, ლინკი იქნება აღწერაში. ან მიუთითოთ პრომოკოდის გრაფაში გამოწერისას. მოგცემთ 400 ლარიან ვაუჩერს, როგორც მითხრა 300 ლარიანი ვაუჩერი იყო და მე პირადად 400 ლარიანი ვაუჩერი მაქვს. ამიტომ იჩქარეთ სანამდროა უფასოდ მოაქვთ სახლში. ერთადერთი რაც გავალებათ უნდა შევუკვეთოთ და всё, წკაპან. სახლში გაქვთ. ნახოთ რა არის პირველი. რაღაცა არ მეცნობა. იმდენი ხანია გავიდა, რაც ეს ამანათები გამოვიწერე. ვაგროვებდი რა, მოკლედ სანამ ჩამოვიდოდა და ერთმა ძალიან დააგვიანა სამწუხაროდ ესეთ შემთხვევა არ მქონია, მაგრამ იმედია ბოლო იქნება. ოიმე, რა სიძახი, ძმო, ხო არ მეღადავები. ძალიან მაგარია და თავის ჩამოსაკიდებიც მოყვება ესეთი. შეგიძლიათ ეს მოაძროთ. ამას აქ შეასრიალებ. მე ისევ გავუკეთებ ამას. ძალიან ლამაზია, ბიჭო, ჩემი კედლისთვის მინდოდა აქ და განახებთ როგორი გამოვიდა. Great success. გადავედით შემდეგზე ძალიან მომეწონა. ეს რა არის? კიდე იაპონური რაღაცა. ძალიან ბევრი გამომეწერია. ბალიშის პირებია. ნახეთ რა ლამაზია. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩემ ბალიშზე ჩაეტევა. თორე ძალიან მეწყინება. რამდენი გამოვიწერე გადაობ? 4 ცალია. ძალიან გთხოვ, მითხარი რომ ჩაეტევა, თორე გამიტყდება. მაგარს წვალობ. არ ეტევა, მაგრამ უნდა შევატიო, სხვა გზა არ არის. ჩაეტია. ხო არ მეღადავები. ნახეთ რა მაგარია, ბიჭო, ძალიან მაგარია. იაპონურის თემატიკა შევქმენი რა ოთახში. ძალიან კარგად დაიწყო unboxing-ი სხვათა შორის და შემდეგი. ეს როგორ მინდოდა. Resident Evil ვინც იცით, ეს არის Umbrella-ს ლოგოა და ბარათზე დასაკროვია რა, სტიკერები. ახლა გვინდა მაქსიმალური სიმშვიდე. ესე გამოიყურება ბარათი, მეგობრებო, ძალიან მაგარია. აქ ბუშტუკები დარჩა, მაგრამ მაგას უშველით. და ესეც ბოლო ამანათი პირველი შეკვრის. კიდევ იაპონური რაღაცა. кейსი. ეს არის 16 Pro Max-ის кейსი. მოდი აბა ვნახოთ თუ მოერგება ჩემს ტელეფონს. ამ ჯღანი кейსი დავდიოდი რაღაცა 10 ლარიანი. და აბა ვნახოთ როგორ გამოიყურება ახლა ჩემი iPhone-ი ამ кейსში. რა მგონი სიტყვები ზედმეტია, ხო? ძალიან მაგარი ხარისხია სხვათა შორის. ეს ნინის თვალებია რო იცოდეთ. ძალიან მოუხდა მეგობრებო, თქვენ რა სიტყვით? კამერა რა გასაწმენდია. ჯერჯერობით მომწონს როგორც მიდის unboxing-ი. ყველაფერი ძალიან მაგარია. შემდეგი კიდევ ერთი იაპონიის თემატიკის mousepad-ი. ეს უკვე მახსოვდა რო არ დაგიმალოთ. მზად ხართ? აბა რა ბიჭო. უგოხმაო ბოდიშით. აბა რა ძმაო. რა მხელა არის? ამ ხელასაც არ ველოდი. ძალიან დიდი mousepad-ია. ძალიან კმაყოფილი ვარ ბიჭო. ხალხი რატო იწუნებს თემუს? აზრი არა ვარ. მე ყველაფერი მომწონს. 90%. დანახჭირდება. თლად ამ ხელადანაც არ მინდოდა, მაგრამ რაც პირველი ვნახე, ის მოვიტანე. აბა ჩავსჭრათ რა არის ერთი ვნახოთ. რაღაცა მსხრევადია ალბათ. ბურბუშელებში დევს. რა არის ბიჭო? წარმოდგენა არა მაქვს. ნელა არ გადამივარდეს. ახლა მივხვდი რაცა ეს. ჩემი კაი რა მაგარი ხარისხია. ხადაო. ნახეთ როგორ გამოიყურება. და ახლა ვიგანახებთ რა არის. PlayStation-ის კონტროლერს ხედავთ? ეხა არ მითხრათ რომ ამაზე მაგარი რაღაცა გინახოთ ცხოვრებაში. და ზემოთ აქვს პატარა კატანის დასამაგრებელიც. შემდეგი ამანათი. კაია რომ დანა მოვიტანე, გამომადგა. იმედია თვითონ რაც დევს შიგნით ყუთში ის არ გადავჭერი. წკაპ და წკაპ. აქ უკვე დავინახე რაც არის. მონიტორის ჩამოსაკიდებელია. ესე გამოიყურება. უკნა ესეთი არის და ესე გამოვიდა მონიტორი. შეგიძლიათ ქვემოთ ჩაწეროთ, შეგიძლიათ დაატრიალოთ, მოკლედ ჩვენურად დადგა რა. შემდეგი ამანათი. გავხსნათ, აქაც რაღაცა დიდი ყუთი დევს. თუ ახალი ხართ მეგობრებო, Temos-ზე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ქვემოთ არის ლინკი, გადადით ჩემი ლინკით, გაიარეთ რეგისტრაცია და მიიღებთ 400 ლარიან ვაუჩერს. ყუთს არ ვიმჩნევთ, როგორ არის დაჭეჭყილი. იმედია შიგნით ყველაფერი კარგად არის. ვაიმე, რა ბასრიდანაა. მთლიანად ყუთი გადავჭერი. ვაიმე. ეს რა დაინახა ჩემო თვალებმა. გაინტერესებთ ხო რა არის? ხედავთ პროსტა, ხედავთ. კიდევ ერთი გმინი მიემატება ჩემს კოლექციას. უბრალოდ ადგილი აღარ მაქვს, სად დავდო წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ დროებით აქიდება. შემდეგი ამანათი. შეკვრა არ მევასება, მაგრამ მოდი გავხსნათ ჯანდაბას. ეს რა არის? ბალიში გამოვიწერე. ანუ სპეციალური ესეთი ბალიჩია თუ რა ჯანდაბაა? წარმოდგენა არა მაქვს რა შეიძლება იდოს შიგნით. ალბათ უნდა გავჭრათ. ბრო, რა არის?
გამახსენდა. ახლა ისეთი მაგარი რაღაცა უნდა განახოთ. სხვათა შორის კაი შეფუთვა, არ გაფუჭდება. ძალიან მსხვერპლი რაღაცაა შიგნით. და ჩინეთიდან ჩამოვიდა. ამ ხელაგზე გამოიარა. საკმაოდ პატარა, უფრო დიცველოდი რო არ მოგატყუოთ. ალბათ ინტერესით კვდებით რა არის შიგნით. ზოგადად ფიქრობ ძალიან საინტერესო unboxing-ები მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ბევრ რამეს ვიწერ რა. ძალიან random რაღაცებს ვიწერ ხოლმე. ესეც ასე. უბრალოდ საჩამოვკიდო ეს რო გამოჩნდეს. ეს ძალიან ქვემოთ არის? აუ, აქ ადგილი მაინც ყოფილიყო. აბა ვნახოთ. აუ, ის ძალიან ანათებს. მოიცა? ესეც ასე. შვენიერია. გადავიდეთ შემდეგ unboxing-ზე. ოპა. ვიღაცის საჩუქარი ჩამოსულა. გუკა. ბიჭო, ეს რა არის? მოდი აქ. ოპა. კაია? კაია, მოიწონა ჩემს ბოს. შენია, შენ გაჩუქი. მოიცა დავანახო ხალხსაც. აი ესე გამოიყურება. ძალიან საყვარელია და მაგარი ფუმფულა არის. ჩემი ძმის მელიების კოლექციას უნდა განახოთ მე. აჰა. არაფერს. აქ რა არის? ნახოთ ერთი აბა. რაღაცა თავი დავინახე და ოპა, გოლუმიც ჩამოსულა. ნუ ცოტა შელახულია თვალებზე, მაგრამ თვალები წესით იქ ეგრე იყო. პროგრამა ამას ლურჯ თვალებს მივახატავ რა. შეგვიძლია აქ დავაყენოთ გოლუმი და გადავიდეთ შემდეგ ამანაცზე. აუ რა, კაი რაღაცა ჩამომივიდა, თქვენ არიცით, ამას ველოდებოდი სხვათა შორის. გუკა! მე წვერი აღარ მაქვს, გავიპარსე და ჩემს მას აქვს, ჩემზე დიდი წვერი და. კარგი, წვერის რაღაც ჩამომივიდა და შენ გაქვს დიდი წვერი და შენზე უნდა გავუტესტო რა. აბა შევაერთო, იმედია, რავი, დენს არ დამარტყოს ან არ ავფეთქდები. რეჟიმები აქვს 1, 2 და 3. ალბათ სიცხელე ემატება. მოდი, აბა 2-ზე დავაყენოთ. ნენელა ცხელდება. მანქანას გაცხელდება, ვინც არის ჩემი ძმის არხი, ლინკი იქნება აღწერაში, გადადით გამოიწერეთ რა. ჩემი ძმაც იუთუბერია. ძალიან გამიხარდება. ძალიან ბედნიერი იქნება. მოდი, აბა. სიცხეს გზნობ? ცოტა, თონე მუშაობს. რა, მგონი დაასწორო, კი. გზნობ როგორ მისწორებს. პროსტა შენ ცოტა ყულულა წვერი გაქვს რაღაცნაირი და ყულულებში მიდის. აბა ახლა იქით ამხარე დაანახე და აბა აქითა. ეგრე ახლა აქითა. აუ, სიცხე წამოიღო მაგარი. ნუ თბილია. ამიტომ გას. ხელი ვერ დავადე ცხელია. კარგად დაასწორო მგონი. ლოყალს გაიგზნობა. ნახე აბა. ასე თუ ისე დაგისწორა რა. ეგ არის. Great success. პროსტა მაგარი ცხელდება. სიმართლე გითხრათ. ცოტა სუნიც ავუვიდა. აი რაღაცა პლასმასი რო ცხელდება რა. მოდი ისეთ ადგილას დავდოთ, რომ ცეცხლი არ აეკიდოს. მაგიდაზე მეშინია, მოდი იატაკზე დავთემ მაინც. დიდ წვერი რომ მქონდა უკეთესი იქნებოდა ჩემზე, მაგრამ არა უშავს. აუ, რამდენი ჩამომივიდა, ნახეთ. ზოგადად ბრიტვით ვიკეთებ წვერს რა. აი გასაშლელი ბრიტვები როა ხოლმე. მაგრამ ყოველთვის აი აქაც მეკაწრება რა. და ამებს დავუმუღამე ამ ბოლო დროს და ძალიან მაგრად მიკეთებ წვერს და თქვენს თუ ხაზების გაკეთება გინდათ წვერის, გამოიწერეთ ძალიან მაგარი რაღაცაა ესენი. გამითავდა მე და სუიმით ვიკეთებდი უკვე და ეხა ბევრი გამოვიწერე რა. შემდეგი ეს რა არის? რაღაცა უცნაური შეკრა აქვს. რამდენი რამე გამომიწერია ვადაო. რაღაცა ესეთები მოყვა. ეს სად უნდა დავამაგრო, არ ვიცი, მაგრამ მგონი ეს არის პულტის ჩასადები. როგორც ხედავთ, მაქვს ძალიან ბევრი პულტები, ამიტომ აწი ესე ჩავდებ ხოლმე. ოპა, ამდიცა ესე, ამას ესე. ესე დადებ და გამოიყენებ რა, ტვინი აღარ შემეჭმევა. შემდეგი ამანათი. ეს არის რაღაცა PlayStation-ი ახატია და გასაგებია. უკვე ვიცი რაც არის. ესეც შესაერთებელია PlayStation-ზე და შეგიძლია დატენო რა. და აქ წერია პროცენტები. კამერა არ აღიქონს ახლა, მაგრამ ეს პარკია? იმედია პარკია. ცოტა დაჩხაპნილია რატომღაც. კი, პარკია, კი. წკა, პავაძერით, ზომა მშვენივრად გამოიყურება. მოდი, აბა შევართოთ და ნახოთ თუ მუშაობს. დისტანციურად რო რამე, ესე წკაპ და იტენება 87%-ზე ახლა. ესე კომფორტულად მოიყურება რა. შემდეგი ამათი გვაქვს ესეთი კაბელების დამჭერი. რო რამე ესე გაწევ, წკაპ, იდეალური cable management-ი გექნება რა. ესეც შემდეგი ამათი. ეს რაღა არის? Magnetic mount for Osmo Pocket-ი. Osmo Pocket-ისთვის არის? აი ესეთი რაღაცაა. ეს უნდა მოვაძრო. ოპაც. და მაგნიტია წესით. აბა ნახოთ. წკაპ, ეგ არის. და მე თუ გინდა მიაკროფ და Osmo Pocket-ით გადაიღებ რა. შემდეგი ეს არის უკვე კონტროლერის თავები. აი ესე გამოიყურება. ესეც ასე, რო რამე თუ არ გინდათ რომ გაიჩვითოს რაღაცა, ძალიან მარტივი სახმარია, სხვათა შორის გრიფიც კარგად მაქვს, უფრო არ ცურავს ხელი და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზ გამოიყურება დამეთანხმებით. თანწითლები ხო ამას საერთოდ დააკვდება რა. Computer cable. შემდეგი ეს არის ჩვენი ამანათი. რადევ შიგნით 100-ზე არა ვარ. Wi-Fi-ის კაბელია ეს. Cat 8 თუ რაღაცა არის, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ძალიან სწრაფად გადააქვს. კი, Cat 8 არის, ძალიან სწრაფად გადააქვს ინტერნეტი. ამ კომპიუტერზე მიყენია მე Amazon-დან გამოვიწერე ამერიკიდან, საკმაოდ ძვირიც მივეცი. ემუდან მაინტერესებს როგორ იმუშავებს. ამიტომ ამას PlayStation-ზე შევაერთებ. რადევ სულ ამ პატარა ყუთში. ბიჭო, ძალიან გაიწელა მქონდა. ერთი ვიდეოსთვის ძალიან ბევრია. ეს რამდენი ხანია მინდოდა. მოკლედ ახლა განახებთ რა არის.
თუ რამეა როდესმე მეიკა გაგიფუჭდა თან დაგეკარგათ მოძრა ან რაღაცა, როგორც მაგალითად ამ ჩანთაზე, ეს ნინი მაჩუქა და ეს დამეკარგა ერთი ცალი რა. აი ესე იხსნება, წკაბ გავუკეთებ ეგ არის. გაწიე, გამოწიე. всё. მოგვარებულია პრობლემა. ძალიან მაგარი რაღაცა. თან ბევრი არის და თან ძალიან იაფიღებს. ესე შემდეგი ამანათი. აუ, ეს რა ჩამოვიდა გადაო? ფრჩხილების საკრეჭი არის და აქ გროვდება ფრჩხილები. როამ ეს გადააფარებ, წკაბ და შიგნით ჩაგროვდება. აუ, თითებზე არ მაქვს მოსაჭრელი და ფეხზე ხوار მოვიჭრი. ნახოთ აბა, ეგა ფრჩხილს ხედავთ შიგნით? მუშაობს. რამე ესე წკავ და გადაყრით. მეგობრებო, 200.000-ზე ძალიან ცოტა გვაკლია და გამოიწერეთ არხი რა და მალე ავიდეთ 200.000-ზე. ძალიან დიდი თხოვნაა. შემდეგი ამანათი არის აი ესეთი რაღაცეები. მილის ჩოთკი მინდა სულ ისე ხოლმე და ამას ჩამოვაცმევ თავზე რამე და სამგზავროდაც და ზოგადად სახლშიც ძალიან კაია რა, უფრო ჰიგიენურიცაა და შეინახება. Professional accessories. აკრეებია. წარმოდგენა არ მაქვს. ესეც Osmo Pocket-ის არის. ესეთი სილიკონიც არის, დამცავი. ბატარეებისთვისაც და ძალიან მაგარია რა. ხოთ შორს ძალიან იაფები ღირდა ესეც, როგორც მახსოვს. აუ, ახლა უნდა ხსნიდი ამას. რამდენი ხანია გამოვიწერე და თავიდანვე მაინც ამოსვლოდა. წკაპ. ოპა! ბასრი არის კი. რამე ამით გავხსნი ხოლმე აწი. დავიდოთ აქ ცივი იარაღი, იმ ხელადანით ხსნი ხოლმე და კიდევ Osmo Pocket-ის რაღაცა ჩამომივიდა. ნუ ესეთ შესანახია რა. რამე თავი რო შეუნახო და დაცულად რო იყოს ჩანთაში ან სადმე თუ გიგდია. მერთო ჩემო არ თავდება ამანათები. აი სად გამომადგა. წკაპ, ეგ არის რა. ვისაც unboxing-ები გიყვართ, გამოიწერეთ ეს დანა. კიდევ ერთი პულტი მიემატა ჩემს კოლექციას, მაგარია. აი, ვიცოდი რომ დამჭირდებოდა. რა ყველასა აქ ეს და მეთქი მეც გამოვიწე. რა არის ერთი ესეთი ნახო. ამბა შევაერთოთ, იმედია მუშაობს. Wow, amazing! ძალიან გადასარევი. ხოთ შორს არა ლამაზია. მოიცა სხვა ფერებზე რო დავაყენო? აი ლურჯი მაგალითად. ძალიან უხდება. მე მომწონს. მუსიკალურებიც აქ, შეგიძლია მუსიკაზე აყვეს, ფლეშიც აქ. მოიცა ფლეში ჩავრთო. დისკო, party. გადავიდეთ შემდეგ ამანათზე. ეს არის, ეს რაღა არის. ვიცი რაც არის, გამახსენდა. რამე ჩიპს თუ ჭამთ და რაღაცა და დატოვეთ აღარ გინათ ჭამა. აი მაგალითად წინაზე ეს რო გავხიე დანით. აი ესე წკაპ გახსნი. ჯანაბ, ბატარეები უნდა ამასაც მერე გავტესტავ. ესე შემდეგი ამანათი. მოკლედ, ყველაფერი არის, რაც გასაწმენდად შეიძლება დაგჭირდეთ რა. ყველაფერი შიგნით დევს. ეს ძალიან მაგარი რაღაცაა. თეთრი ფერის გამომიწერია თან. ამას ეს სარკესავით გახსნით, წკაპ და შიგნით დევს რაღაცა ესეთი კაბელები, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ. სამგზავროთან სამნე თუ წახვალთ, ჩანთას ჩაგდებთ, ძალიან კომპაქტურია და ატარებთ სადაც გინდათ. გადავედით შემდეგზე. რა მხელა არის ეს? ოხერი ესა. აქ მგონი ერთი ამანათი დევს და ვიცი უკვე რაც დევს. ძალიან დიდი რაღაცა გამომიწერია. აი ჩვენი დანა სად დაგჭირდა. რა დამხელასაც არ ველოდი. რა არის ეს? ეს ამხელა გამოვიწერე? ხალხო ამას უყურეთ. ეს რა არის? აი ამ ხელა შევუკეთე რომ მეთქი აქ პატარაზე ჩავდგა მეთქი ლამაზად მოუხდება და მთელი ოთახი დაიკავა. ეს რა არის? ძალიან დიდი არის. მეც არა ვთქვი ამ ხელა ყუთი რატომ დათქო თურმე 2 და 3 ყოფილა შეხვეული შეგ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ მაქვს პრომო კოდი შეგიძლიათ გადახვიდეთ გამოიყენოთ ლინკი იქნება აღწერაში თუ ახალი ხართ ტემუზე მოგცემთ 400 კუპონს და დააკრება თქვენ შეკვეთას ფასი. ამიტომ ძალიან მაგარი შეთავაზებაა იჩქარეთ თან სახლში უფასოდ მოაქვთ და ძალიან კომფორტულია მოკლედ. რაღაცა ყუთი არის კიდევ ერთი. ჩვენი პატარა დანა ავიღოთ. აი ამ დანის გამო მინდა მარტო ამანათების გახსნა. ძალიან მაგარია. წკაპ, ესეც ალბათ რაღაცა ფიგურა გამოვიწერე, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს რა არის და არ მახსოვს. ოპა. ყუთიც მოყვა ცალკე. ვინც არიცით TikTok-ზეც უსტრიმავ ხოლმე ძალიან ხშირად, ამიტომ დავიწყე Silent Hill-ის თამაში და აი იქ გამეჩნდა ეს მონსტრი. ეს მაგამდე გამოწერილი მქონდა, არც ვიცოდი Silent Hill-დან თუ იყო. ძალიან მეზიცხება ეს მონსტრი თამაში. ჯერ ხომ მაგარი ძლიერია, არ ყოფდება ტიპი. თუ სურვილი გაქვთ, დამფოლოვეთ TikTok-ზე და იქ ვდებ ხოლმე ხშირად სტრიმებს. და ვნახოთ, აბა ჩავაჯინოთ ერთი როგორ გამოიყურება. რა სიტყვით, აბა მეგობრებო? ჩემი აზრით ძალიან ბედასია რა. ესეც მიემატება ჩემს კოლექციას. რა ჩამომივიდა. რატო? აბა არ ვიტყვი რა არის და კომენტარებში დამინწერეთ რა არის ეს. აი ვამბობ, ქაოსის ხმლებია ეს, კრატოსის. აი ამ ბიჭუნის უკან რომ იდგას რაღა ბიჭუნა. აი ესეთი ჯაჭვი მოყვება და საკოლექციო ძალიან მაგარია რა. ეს რო აქ ჩამოვკიდო და მე ეს დავკიდო. მოუხდება ნეტა? გონი უხდება, არ ვიცი. დამიწერეთ თქვენ. მოდი ამ ყუთს ბოლოს გავხსნი. ჯერ ამ პატარა რაღაცას ვნახავ რა არის. ესეც cable management-ისთვისაა რა. აი ესეთი წკაპები არის. რამე აქ უკან ორმაგი წებუ აქვს, მიაწებებ მაგიდის ქვემოთ. აქედან თავს
სახსნი ესე, რამე წკაპ ჩასვამ. კაბელებს გაიყვან მაგიდის ქვემოთ და ძალიან მაგარია რა. და ჩვენი ბოლო ამანათი, რომელიც სავარაუდოდ ისევ ფიგურა იქნება, რომელი ფიგურა წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ რომ არ მახსოვს რას ვიწერ. ძალიან ბევრ რამეს ვიწერ ხოლმე და მე მოვიწყდება. სხვათა შორის ხალხი რო იძახდა რომ აი გამოვიწერე და არ მახსოვს რა ჩამომივა და რაღაცა, სულ მეგონა გადაობდნენ, მაგრამ მართლა ეგრეა, ბევრ რამეს რო გამოვიწერე, მე აღარ გახსოვს. ყუთი არის ყუთში ჩატენილი შიგნით. ადგილი არ დაკარგეს ტიპებმა. ვაიმე, ჩემი საყვარელი თამაში. ეს როგორ დამავიწყდა, ბიჭო, რომ გამოწერილი მქონდა. ყუთი ნახეთ ჯერ მარტო. ამ ყუთების გადაგდება მენანება ხოლმე და რა გავაკეთე თუ არ ვიცი. ოპა, მგონი ხედავთ ხო უკვე რაც არის შიგნით. აი, მოდი ძალიან ფრთხილად გავხსნათ და რო რამე შეიძლება ისო ყუთშივე ჩავდო და დავაყენო იქ. არ ვიცი. ძალიან ლამაზი ყუთი აქვს სხვათა შორის. დაილოცოს ეს პატარა რაღაცა. ესეც Geralt of Rivia. ვიჩერი, უზომოდ ბედნიერი ვარ მეგობრებო. აბა რა სიტყვით დამიწერეთ როგორ გამოიყურება. ესეც უკანა მხარე და ალბათ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფიგურა იქნება კოლექციაში. მოგესალმებით მომავლიდან. მოკლედ კიდევ ჩამომივიდა ტემუს ამანათები და გადავწყვიტე რომ ეგენით ჩამესვა ამ ვიდეოში. პირველი არის ესეთი უსაყვარლესი მელია. ვიდეოდან გეცოდინება ჩემს ძმას მელიები ძალიან უყვარს, ასე რომ ესეთი Minecraft-ის მელიაც გამოვუწერე. ასევე გამოვიწერე ესეთი განათებები. აქ მინდოდა რომ ჩამომეკიდა რა, მაგრამ ეს ვერ გავთვალე რომ მზის ენერგიით იტენება ესენი და ეგრე ანათებს. ასე რომ ალბათ სახში დავაგდებ ამას. არ ვიცი. ან შეიძლება დეკორატიულად პროსტა ჩამოვკიდო რა. ასევე ჩამომივიდა ესეთი ლაზერის აპარატი, ესე გამოიყურება. და საჭირო რამეა. აი ესე ჩართავ, რომ რამე რაღაცებს გაზომო. მოკლედ მაგარი რაღაცაა. ასევე აქვს ამას სანტიმეტრიც. ოპა, ამას დააჭერ წკაპ. ეგ არის. მოყვება ასევე დამატებითი ელემენტები. პლუს ერთი ქულა ამისთვის. კიდევ ჩამომივიდა ესეთი ჩანთა. აქ ასევე აქვს ადგილი, სადაც USB შეგიძლიათ შემოიყვანოთ და ტელეფონი დატენოთ ხოლმე. ძალიან მაგარია. ლეპტოპის ჩანთა არის და შიგნიდანაც ესე გამოიყურება რა. აი, კომპაქტური ლამაზი ჩანთაა, კაი ხარისხის. რავი, თუ ჩანთას ეძებთ, მშვენიერი არჩევანია. შემდეგი გავხსნათ რა არის. ეს არის კბილებისთვის, კბილებს შუა რაღაცეები რო რჩება, ამით უნდა ჩამოიფხიკოთ ესე ვთქვა და კბილებს გიშუბთავებთ არის 100 ცალი, ესეც გამომადგება. და დღეისათვის ბოლო ამანათი. 2 ცალია, ღადაობ 1 ცალი მეგონა მე. ძალიან გამიხარდა 2 ცალი როა. ეს არის მოკლედ USB-ს დამაგზელებელი, ესე ვთქვათ. აქ შეაერთებთ ერთ USB-ს, თუ ვერ წუდება მაგალითად კომპიუტერამდე, შემდეგ ამით გაიყვან შეაერთებთ და ეგ არის. 2 ცალი ჩამოვიდა, ძალიან ყვაყოფილი ვარ. ახლა კი დავუბრუნდეთ წარსულის ქიმერას. მოკლედ აქ დამთავრდა ჩვენი ამანათები. თუ მოგიწონთ აუცილებლად დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიურეთ ზარისხლაკი. თუ ახალი ხართ ტემუზე, შეგახსენებთ რომ გამოიყენოთ ჩემი პრომოკოდი, ლინკი იქნება აღწერაში ან აი აქ ამოვარდება. გადადით და ჩაწერეთ გრაფაში, მოგცემთ 400 ლარიან ფასტაკლების ვაუჩერს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეკვეთა მოვაქვთ სახლში პირდაპირ. არც გასვლა და ზედმეტი წვალება არაფერი არ გიწევთ, ამიტომ გამოიყენეთ ეს შანსი. უღრმესი მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ და დამიწერეთ ამანათებში ყველაზე მეტად რა მოგეწონათ. ჩვენ კი უკვე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა ჰე აბა ჰო, მიყვარხართ და peace.